მე ჩემსაც ჩავთავა გემანან. და ოპერატორი შეუძლია მეც იმასთან ჩაგვერთოს რა მუშაობაში. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ რომ მოდით. სამწუხაროდ მარტო ტელეარხი 25 მოვიდა, მეც ველოდი ადამიანებს, რომელიც იქნებოდნენ დაინტერესებული იმ თემით, რა თემითაც მე მინდა დღეს წავდგეთ კონსტიტუციაში. მე ვარ ირაკლი ანთიძე, NGO 21-ის თავმჯდომარე. NGO 21-ის ამჯერად ლათინურად აეწერება. ყველაფერი. ამით ციფრებიც ლათინური აღნიშნითაა, რა. და მინდა გავაკეთო ასეთი ანალიზი აჭარის ტელევიზიის ბორდის სამწლიანი მუშაობის. ესე იგი დასრულდა ერთი დიდი ეტაპი და გავიარეთ ძიმე 3 წელიწადი. შეიძლება გავუძლო? გავიარეთ ძიმე 3 წელიწადი. ასე ვთქვათ, უმოქმედობის 3 წელიწადი გავიარეთ და აჭარის ტელევიზიის ბორდმა ამ 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 600,000 მიითვისა რა, ხელფასის სახით. და რეზულტატი არის 0. 0 კი არა, -1-ია შეიძლება ითქვას, თუ მეტი არა. რადგან ჩვენ დავკარგეთ არა მარტო თანხები, არამედ დავკარგეთ ძალიან ძვირფასი დრო, რომელიც ანაზღაურებას ჩვენ ვერ შევძლებთ ვერანაირად. რამაძლევს ამის საბორს. მე თქვენ ახლა განახეთ სიუჟეტი, აქ ტერმინი არ არის საქმე, ტექნიკა გამართული სამწუხაროდ. განახეთ სიუჟეტი, უბრალოდ გადაცემიდან ნაწილი, სადაც აწუკვე ყოფილი აჭარის ტელევიზიის დირექტორი აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიას არ გააჩნია სტრატეგია, არ გააჩნია ხედვა და 3 წლის უკან ამ თემაზე არავინ არ ლაპარაკობდა, ესა დიდი ტყუილი. იმიტომ რომ ამ თემაზე მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობდით, ამ თემაზე ლაპარაკიდან გამომდინარე ბორდთან ცალ-ცალკე თითოსთან მინიმუმ 6-6 საათი საუბრის შემდეგ ანუ ღმერთი ცოდნენ ეს თემა რომ იყო ეს პრობლემა იდგა და გადაჭრილ ჩემებურ ხერხებს ვეუბნებოდი. მოკლედ ამ ხალხმა ურად არ იყო ეს საქმე და დღეს განვართ ისევლე იმ ადგილას, სადაც ვიდექით. ანუ 3 წლის უკან მევიდა ხალხი და თქვა, ჩვენ ახლა ვსწავლობთ ტელევიზიას და ვიღებთ სტიპენდიას თუ არა, მაგრამ ხელფასს ვიღებთო. და ამ ხალხმა 3 წლის განმავლობაში ვერ ისწავლა. ანუ დღეს გამოსთა ვერ ჩააბარა. გამოსთის ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ ელემენტარულად ყოფილი დირექტორის შეფასება ვერ მოხდა მისი საქმიანობის. 3 წლის განმავლობაში ამ ხალხმა ათრია ეს დირექტორი, კრიმინალი დირექტორი ათრია. ამ ხალხმა ამ შემთხვევაში ბორდს გულისხმობ, ხო, 5 წევრიც გარო შედგებოდა, იმ ხალხმა ათრია კრიმინალი დირექტორი, კრიმინალი რაში მდებარეობს, ასე ვთქვათ, რა მდგომარეობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მე აჭარის ტელევიზიის დირექტორმა საიტიდან მოიპარა ვიდეო და ეცადა რომ მე ხელი შეეშალა მაყურებლისთვის ინფორმაციის მიღებაში. რომელი ინფორმაციას? აი ვარსკვლავები რომ გახსნან თბილისში რომ წყალდიდობა იყო რა იმ ფონზე. და საჯაროდ განაცხადა რომ 1 საათის განმავლობაში მასზე განხორციელდა ორჯერ ზეწოლა და ორივეჯერ დაყვა ამ ზეწოლას რა. ეს ფაქტი ისე მიჩუმათებული იყო. ეს არ შეითვალა კრიმინალად და არ შეფასდა. არ შეაფასა ასეთივე ქმედება ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიანაც. მან თქვა რომ აქ დანაშაულს ვერ ხედავს. ამით იმასაც ვამბობ რომ ეს ქარტიან ვერ შეასრულა მისივე მოწოდება რა, ანუ ინფორმაციის გავრცელების დაბრძოლება რა, როგორ თქვა რა. ვიღაცა ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტა საზოგადოებამ უყუროს თუ არ უყუროს, მიიღოს თუ არ მიიღოს, ანუ დიქტატორი გახდა რა. და ეს შეფასება იყო, მუშა რეჟიმია რა. მოკლედ შედგა არჩევნები, ასე ვთქვათ, რაც მე ვთვლი რომ არალეგიტიმურია, იმიტომ რომ ხალხი რომელიც კრიმინალს ხელს აფარებს, მინიმუმ მასთან ან გონიერად არის კავშირში და ესე იგი ეთანხმება კრიმინალს, ან უგუნურად არის კავშირში და მაშინ უფრო პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და აქედანაც კიდევ ჩანს ის რომ ბორდი არაკომპეტენტურია
ცნობადი სახე შეიძლება იყოს, მაგრამ როგორ ხარ შენ ცნობადი, ამას აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ყავს სამწუხაროდ სოფლიოში ცნობადი სახე. დავამთავრებ ახლა, ას ვიტყვი და აგიხსნით უცებ. ჩვენ ყავს სოფლიოში ცნობილი სახეები, რომლებიც არიან ფსევდოგმირები, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ზიანის მომტანი არიან, ვიდრე მაგალითად სიკეთის მომტანი. მაგრამ ჩვენ ქართველებს ყავს უფრო მეტი კეთილი, რა ქვია, გმირები, თუნდაც როგორ აგიხსნათ ახლა რა. წმინდანების ლაშქარი ყავს მოკლედ რა. და ამაგენისკენ არ მიდის ორიენტაცია, ანუ კეთილშობილებას არ ქადაგებს ეს ხალხი რა და ვერ იქადაგებს. მოკლედ აჭარის ტელევიზიის ჩაწერეთ. მე ამას იმიტომ რომ მე გამიჭირდება გამიორება თავიდან, ხო. და თქვენ ამოვიღეთ, ხო. აქ დავდო თუ ქვევით. ადება. და უსმიცე ხო გარდათავი. ასე გადმოვა თუ. ისმის? ირაკლი, მოდი ახლა რა ვქცეთ. მე მარტივად ვიტყვი და მე უფრო კონკრეტული კითხვები და ის მიმართავ და რა მოთხოვნა მიმართავ? მე მიმართავ საზოგადოებას, რომ ვაგებიებ იმას, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და ორგანიზაციას მართავს არაკვალიფიცირებული, უგუნური და კრიმინალი ადამიანები. კარგი. თუ არ გამომიორებიო შემდეგში, ხო, კარგი იქნება, იმიტომ რომ მაშინ იგივეს ხო მაგინდაფონობით ვერ გევიმიორებ. ხო, მაგრამ ისა მოდი ახლა ვთქვათ რა ის თუ შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შევიკრიბეთ, აი, თავიდან ვიწყებ ახსნას. ჩვენ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ შევაფასოთ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 3 წლიანი მუშაობა. იმიტომ რაღაცა ეტაპი დამთავრდა და ამ დასრულების შეფასება უნდა მიეცეს საზოგადოებას. მე ვთვლი, რომ გავახმოვანო ეს საზოგადოებისთვის. როგორ შეაფასებთ ამ 3 წლიან? ვაფასებ ახლა და ვიტყვი რა. ესე იგი, 3 წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიას მართავდა უგუნური ბორდი, რომელიც იყო დაკომპლექტებული არაკომპეტენტური ხალხისგან. თავიდანვე განაცხადნენ, რომ ისინი ტელევიზიაში მოვიდნენ, იმიტომ რომ ისწავლონ ტელევიზია, მაგრამ ამავდროულად უნდა ცოდნოდათ მათ მართვა. თუნდაც ის, რომ 3 წლის განმავლობაში ეს ხალხი ვერანაირად ვერ შეძლეს, იმიტომ რომ სურვილიც არ ჰქონდათ და არ ცოდნა ჰქონდათ იმის, რომ ჩამოეყალიბებოდა თუნდაც ტელევიზიის პრიორიტეტები, რომელიც ისედაც კანონშია გაწერილი რა. აქედან პრიორიტეტებიდან გამომდინარე არის სტრატეგიაში სამუშაებელი, რომ ეს პრიორიტეტები როგორ იმასნა, რა ქვია, განახორციელო რა. თქვენი შეფასებით ვერც ერთი პრიორიტეტი ვერ შეასრულეს. ვერა, როგორ შეძლებდნენ შესრულებას. ვერც ერთი ახლა რა შეგვიძლია მაგალითად თქვა, მანქანები იყიდნენ აჭარის ტელევიზიისთვის. მაგალითად მათთვის დასახული პრიორიტეტი, რომელიც კანონში არაა გაწერილი, ხელფასი მეიმატეს. და დღესაც ლაპარაკი მიდის ფინანსირების გაზდაზე. კი, მაგრამ ამ ფინანსირება რომ გაიზარდოს სიტყვაზე, რას უბრუნებ შენ ხალხს, გაჭიროებულ ხალხს რა, რას უბრუნებ შენ იმ თუნდაც იმ 6 მილიონ რაღაცით საფასურად რა, არაფერს. ანუ საქვეყნოდ ეს არის ხალხი ქადაგებს, რომ იპარავს ამ ფულს რა. მართალია ვიღაცებსაც აძლევს. ხელფასის სახით მართლა მუშაობს ვიღაცეები რა, არის ხალხი, რომელსაც მართლა უყვარს ტელევიზია და აკეთებს, მაგრამ უმეტესი ნაწილი ხო, არ აკეთებს არაფერს. ან ვერ აკეთებს არაფერს, იმიტომ რომ მაგას არ სურთ. მოკლედ. თუ არც იმასთან, უფრო დალაგებულად იმასთან ჩამოაყალიბებ აზრს. აჭარის ტელევიზიის უგუნურმა ბორდმა კანონდარღვევითაც ჩაატარა და მორალური კანონდარღვევით ჩაატარა, რაც თავარია რა, ეს არჩევნები. რაში გამოიხატება ეს მორალური, რა ქვია, მე თქვენ წინა იმაზე იყავით მოსული და მიგითითეთ, განახეთ, რომ წესი რომ შეადგინენ, როგორ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, იქვე მათ ჰქონდათ მინიშნებული ის, რომ ბორდს აქვს უფლება, კანონია, არ წერია კანონში, მაგრამ კანონი აძლევთ ამის უფლებას, რომ თუ კანდიდატი მათ არ მოეწონება, ისინი ჩაშლიან ამ იმას რა. ამას გახმოვანება რა თუნდა და ისედაც შეეძლოთ მაგის გაკეთება, მაგრამ აქ მოხდა ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ კანონის ხარვეზე გამოიყენონ ბოროტად. ანუ ჩვენ ესე იგი ყველა არჩევნებში და ყველა მათქმედებაში და ყველა მათ შეხვედრაში ვიხდით მინიმუმ 5000
5500-დან 6000, ну 7000-მდე თითო შეხვედრაში, 4 კაცი შეხვედრაში ვიხდით ამხელა თანხას. და ეს ხალხი ზის და აბსოლუტურ უაზრობაზე ლაპარაკობს 3 წლის განმავლობაში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პირველი ვიდეო, რომელიც არის გადაღებული ბორდის თომის და ბოლო ვიდეო რომ გადავიღოთ, ხო, ერთი და იგივე თემაზე ლაპარაკობენ 3 წლის განმავლობაში და არც გადაჭრის გზაზე ან პრობლემის გადაჭრის გზა არც დაუსახავთ. ამისკენ აღარ მიდიან. იქ უბრალოდ ისინი გამოდიან და საკუთარი მონოლოგებით ტკბებიან ალბათ რა. რომელსაც არავინ არ ისმენს. უბრუნდები ისევ არჩევნების თემატიკას. არჩევნებზე იყო წარდგენილი 10 კანდიდატიდან ყოფილი დირექტორი უკვე, რომელიც არაერჯერ მყავს კრიმინალში მხილებული. და ამ კაცს მიეცა საშუალება კრიმინალს მიცენ საშუალება მიიღო ბორჩი იმას არჩევნებში მონაწილეობა. ახლა აქ დემოკრატიაზე არაა ლაპარაკი, აქ უგუნურებაზე უფრო შეიძლება ვილაპარაკოთ. ასევე ერთ-ერთი თანამშრომელი აჭარის ტელევიზიის და რადიოსი დოლიძე მოხსნენ კანონიდან, რა ქვია, არჩევნებიდან, რადგანაც ამ ქალბატონს ჰქონდა დამთავრებული ინსტიტუტი თუ უნივერსიტეტი, არ ვიცი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მინსკში და თურმე დააშავა, რომ საბჭოთა დაიბადა და მაშინ იმათ ჩააბარა იქ და მოითხოვენ ამ დიპლომის, ესე იგი, რაღაც დამადასტურებელი ამ საქართველოს განათლების სამინისტროს უნდა მიეცა ეს დამადასტურებელი, რომ ეს დიპლომი არის, მაგრამ ეს ადამიანი მუშაობს აჭარის ტელევიზიაში. თუ მანამდე არ დამდგარა მისი დიპლომის ლეგიტიმურობის საკითხი, ახლა რატომ დადგა მანდამაინც არჩევნებზე? ხო მე მივხვდი. ხო, მაშინ ასეთი რაღაცა. შემდეგი საკითხი ისაა, რომ ეს სამი ადამიანი ამ ქალბატონის გარდა ორი ადამიანი იყო წარდგენილი აჭარი ამ იმაზე, რა ქვია, კიდო კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც მე მენიშნა როგორც კარგი ორგანიზატორები რა. ეს იყო გიორგი მოისრაფიშვილი და დათო ჩხარტიშვილი. და მინდა შევაფასო რატომ გიორგი და რატომ დათო. მომიტევებენ რომ მათ სახელებს ვახსენებ, მაგრამ პროცესის მონაწილეები იყვნენ და აქედან ვიღებთ ვალდებულებას, სითამამეს უпростоრად რომ ვახსენო მათი სახელი. გიორგი მოისრაფიშვილს მართლა აქ ხედვა ტელევიზიის, თუმცა რაღაც მცირე დეტალებში არ ვითანხმები, მაგრამ ეს დეტალები შეიძლება მუშაობის საკითხში მუშაობის დროს გადაიჭრას. ერთი წუთი ახლა მივდივარ ზუსტად ამ იმაზე თემაზე, მას არ მიეცა ბორდის მხრიდან მისი ხედვის და კონცეფციის ჩამოყალიბების საშუალება. რაში გამოიხატებოდა ეს? ბორდმა გადავიდა შეტევაზე და დაკითხვად გადააქცია გასაუბრება. და ბრალდება წაუყენა გიორგი მოისრაფიშვილს, რომ ის როდესაც მუშაობდა მაგალითად აჭარის ტელევიზიის რადიო კომიტეტის თავმჯდომარედ თუ მთავარ მენეჯერად, მან რატომ ვერ შეძლო იმ დასახული ამოცანების შესრულება, რაზეც ახლა ლაპარაკობს. იმიტომ ვერ შეძლო ელემენტარულად, რომ 5 თვის განმავლობაში მინიმუმ, რასაც მე ვესწრებოდი იქ, მან ვერ გამოწაფნა აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს თუნდაც 6000 ლარი, რომ შეექმნა საიტი. ანუ ყველა უშლიდა ხელს, ბორდისთვისაც იყო ეს მნიშვნელოვანი და მთელი ამბავი რაში მოხდა, იცი? დავასრულებ, მთელი ამბავი რაში მოხდა. აი, დირექტორი ამ შემთხვევაში კი არის ნათია კაპანაძე. არა, ჩვენ შეფასებას ვაკეთებ, მე ნათია კაპანაძე შეფასებაზე გადავალ. მოისტრაფიშვილს არ ქონია პრეტენზია და არ გამოსულოდა შენდობას ვითხოვ, ჩვენ ცხოვრობთ სატელევიზიო იმაში ეპოქაში, ასე ვთქვათ, და მე ვაკეთებ შეფასებას იმას, რაც საჯაროდ გააკეთა სხვა შეფასება და მე როდესაც ვიღაცას ვამხელ, მე საკუთარ თავსაც ვიმხელ აქედან გამომდინარე და მომეცით ეს საშუალება, რომ მე ვიმხილო საკუთარი თავი რა. ხო და ვამბობ იმას, რომ გიორგი მოისრაფიშვილი ჩააყენენ ყველაფრის დამნაშავედ, რომ აჭარის ტელევიზიას დღეს ისევლე არის სტაგნაციის რეჟიმში. ასე გამოვიდა. ანუ ეს ფორმა უკვე იყო დამამცირებელი რა, კონკურსანტის მიმართ რა და რაც შეეხება ყოფილ დირექტორს, მასთან კინაღამ ჩაიდალიენ ტრადიციის ამებ
და რავი ახლა ერთმანეთის ტუჩებში კოცნა არ ყოფილა იქ, მაგრამ აგერ ვიდეოები აწყვია და ნახეთ თუ გინდა რა. ანუ ერთი კრიტიკული კითხვა რატომ ვერ შეძლელი შე რაღაცის გაკეთება, იმისთვის არ დაусმია. ის ამბობდა რომ მე აწინე ახლა დავიწყებ იმას რაც მე 3 წლის უკან უნდა გამეკეთები. მეორე მაგალითად ზეწოლის იმისთვის კონკურსანტზე ზეწოლის ვიტყვი რომ იყო დათო ჩხარტიშვილი. დათო ჩხარტიშვილი არის ჩემი მეგობარი არაა სამწუხაროდ. მე ამ ადამიანს ეს ადამიანი გავიცანი როცა აჭარის გაზეთის რედაქტორად დანიშნეს და სიმართლე გითხრათ რომ ცოტა სკეპტიკურად უყურებდი ამ ადამიანს. აღმოჩნდა რომ დაფინანსება რომელიც ჰქონდა გაზეთს რაღაც მილიონ რაღაცას შეადგენდა დათო ჩხარტიშვილს დაახდა 120,000 თუ რაღაცა ამ კონკურსის იმიდან ვიდეოდან გამომდინარე ვამბობ მე მაგას და მან შეძლო არა მარტო გაზეთის გაუმჯობესება და განახლება და ყოველდღიურის გახდა ანუ კვირაში ერთჯერ გამოდიოდა გაზეთი აჭარა და რუსულენოვანი ისევლე აჭარა რა მაგრამ რუსულენოვანი ხო ანუ მან შეძლო ეს ორი გაზეთი გარდაექნა და გაეხადა ყოველდღიური რა გაეხადა ფერადი მეტი გვერდების იმი და აჭარის რეგიონს ავტონომიურ რესპუბლიკას გაცდა ეს გაზეთი და მე თბილისში არაერთჯერ მინახია რომ ხალხი სხვა პოპულარულ პრესასთან ერთად ამ გაზეთს კითხულობდა ერთი მე ეს უნდა გითხრათ ხო რომ თქვენ კი და ახლა მე ახლა ზუსტად ბოლოს სიტყვა მქონდა სათქმელი რა ამ ადამიანმა არა მარტო რა ქვია ჩამოაყალიბა რაშია საქმე იცით ეს არის არნახული მენეჯერი რა იმის გარდა რომ პუბლიცისტიცაა მან იცის მისის საქმე და საქმითაა კაი დამტკიცებული რა ახლა მოკლედ ასეა მე უფრო მეტი მინდოდა მე ლაპარაკი ამ ადამიანს ზეწოლა იმაზეა რომ როცა ჩამოვარდა ლაპარაკი იმაზე რა ქვია რბილ ძალა ახსენა მან რომ რბილი ძალით უნდა მოხდეს აჭარის ტელევიზიის გარდაქმნა რბილი ძალა რას ნიშნავს ესე იგი ძალაუფლება აქვს დირექტორს და იმ მისი ძალის გამოყენებით ადამიანის შეგნებამდე უნდა მივიდეს ის რომ იმან უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები რომ მიიღოს კანონიერად ხელფასი თუ არა დანარჩენ შემთხვევაში იპარავს ეს ბორდისთვის აღმოჩნდა მიუღებელი მათ ხომ იციან რომ იპარავენ დავასრულებ აი ერთ სიტყვა მაქვს სათქმელი იპარავენ ამ დროს წამოხდა ირემაძე ასეთი ოდიოზური ფიგურაა და შეიკითხა დუგინთან რა კავშირი ჰქონდა იმას რა ქვია დათოს რა პოლიტიკაში გადააყავენ რა ეს ქმედება და რაღაცა აი თურმე აჭარის ტელევიზია უნდა ყოფილიყო როგორც საზოგადოებრივი არხი მოწოდებული იმისთვის რომ ჩვენ ევროპაზე გავაკეთოთ ორიენტაცია ახალ დირექტორის შენდობას ვითხოვ ასწავლამთავრებთ რა დანაშაული ჩამომივა რა ერთი წუთით მომისმინეთ რა უფრო ამ მომისმინეთზე უფრო მეტი რომ ლაპარაკობ აზრიც გაუჭირდება საზოგადოებას მე ხომ და მივაწოდო მას ზუსტად მესმის რომ თქვენ ყველანაირი ინფორმაციის მოკლედ 30 წამის მეც მაინც ვერ გავუშვებ და ჭირდება მე ჩემოდაია ხო მე რა მინდა იცი მე მინდა რომ თქვენ შენიცოდე რომ მე რას ვამბობ იმ 30 წამში ჩვენ უნდა შეძლო რაღაცა ხონდა გავიტანო ირაკლია რა კიდე გაიტან თუ ახლა ჩვენ 10 წუთი დავკარგეთ ახსნაზე 1 წუთით ვიტყვი კიდო რა რაღაცას აი ეს მნიშვნელოვანია მე ამ ხელხალს დანაშაულში და კარგი ამ დარჩა კიდე ვინმე იმიტომ რომ მეც მართლა ჩაწერა კი დარჩა იმიტომ რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური რა პირველ რიგში ეს იყო რა ხდებოდა კანონდარღვევით იყო ბორდი ტენდენციური თქვენ გინდათ SMS-ების და მესიჯების ენაზე ვილაპარაკო და სამწუხაროდ მაგია რომ მე ტელევიზიებში დღეს საქართველოში ეს ენა არსებობს იმიტომ რომ არ ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას შეგინება და ის მიზანს არ მიაღწევს კიდო იმ რეზულტატს მაგრამ მიყვარხარ რომ გითხრათ ხო ამას რაღაცა დრო მჭირდება რა და მინდა აგიხსნათ ეს მინდა მესმის და გისმენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ხომ და მივაწოდო ეს საზოგადოებას ესე მთელი მასა შეიძლება ერთი საათი ვისაუბროთ კარგი მე იმის თქმა მინდა რომ აჭარის ტელევიზიის საბჭომ აირჩია ადამიანი რომელსაც მიუხედავად იმისა რაც მან ჩამოთვალა საათზე მეტი თვლიდა რამდენ ორგანიზაციაში ღებულობდა ერთდროულად მონაწილეობას და რამდენი საქმეები აქვს გაკეთებული და პირადი ესე იგი კონტაქტები აქვს პრემიერ-მინისტრთან, პირადი კონტაქტი აქვს პრეზიდენტთან, პირადი კონტაქტი აქვს კონდათ მინიმუმ პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე მედია ექსპერტებთან, რომლებმაც დღეს შექმნენ ამ მედია ექსპერტების იმით დღეს შეიქმნა საქართველოში ეს აგრესიული მედია გარემო რა
რომ ითქვას, ამ ხალხთან კავშირზე ძალიან ისე აღნიშნა, რა ქვია, ეს ჯილდოთ აღნიშნა, ალბათ დამსახურებად აღნიშნა ნათია კალბანაძემ, რაც მაძლევს მე იმას, რა ქვია, ჯელობის საგანს, რომ ეს ადამიანი ვერ შეძლებს აჭარის ტელევიზიის მართვას, როგორც ადამიანმა, რომ აი შეიძლება მართოს რაღაცა, მაგრამ ტელევიზია არ იქნება ის, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულება რა. აი ახლა ეს არის SMS-ის დონეზე რა, მოწოდებული და ბრალდება ვესროლე ამას კიდე გაშიფრვა უნდა და გახსნა რა. ნუ არ მაცალეთ სამწუხაროდ. ეს არის. ჩვენ შეზღუდული ვართ დროში. იცით რა არის? ჩვენ ჯობია არ ვიყოთ შეზღუდული დროში, ადამიანებმა მოსმენა ვისწავლოთ ერთმანეთის, იმიტომ ხვალე რომ შევხვდებით. არა, ახლა ხომ არ ვძნობ შენ თავს შეურაცხყოფილად, რასაც მე ვარ. იმიტომ რომ მეუბნები რომ არ მისმა. იმისთვის რომ მოვედი, მე ნიშნავს ეს რომ მოგისურვო. კი, მაგრამ შენდობას ვითხოვ, ჩემო კეთილო ადამიანი. ძალიან დიდი პატივი, ძალიან დიდი პატივი და აი ეს სპეციფიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ხო, ამ ხალხთან იტრაბახა კავშირზე, ამ ქალმა და ხვალე შენ იხდი ამ ფულს. ამ ტელევიზიაში შენ წიხდი ფულს მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტ ტელევიზიაში მუშაობ და არაფერს არ გიბრუნებს. შენ რომ ხვალე ერთ რაცხას გეტყვი ადამიანურად. შენ რომ ყავდეს ორიენტირი მაგალითად ჟურნალისტი, რომელიც ფუნდამენტალურად სიღრმისეულად აკეთებს სიუჟეტს და არ უნდა 30 წამი. არსებობს სიუჟეტები 15 წამიანი, 20 წამიანი. ქვეყანა გვენგრევა თავზე სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაცია შეიბარა ადამიანმა, რომელიც არ არსებობს აი ორგანიზაცია და ვერ შექმნის ამას. როცა ამბობს რომ მე მაგალითად უნდა მართო რაღაცა განვითარების იგენი ხალხი არ ყავს ელემენტარულად. ლაშქარი არა აქვს. ვერ შეიკრიბება, იმიტომ მისი ამაშია საქმე, ურთიერთგამომრიცხავ იმას ამბობს, რა ქვია. თან ამბობს რომ მე ვიღაცებს შევკრიბავ და თან ამბობს იმას რომ მე ვიღაცებს შევინარჩუნებ. გესმით და აგი გაურკვევლობაში იმაშება თუ ინარჩუნებ იმას არ ყავს ხალხი და თუ არ ინარჩუნებ და კითხვა მინდა კიდევ დავსვა რა. ერთი რაღაც გეჩქარება და დაგაციო უნდა გზაში რა. თუ ეს ადამიანი ამას ხედავდა ამ ხნის განმავლობაში მინიმუმ 1 წელიწადი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. თუ ის მართლა იყო საზოგადოების ინტერესების გამტარებელი, აქამდე რეიზა არ გააკეთა ის განცხადება, რომელი განცხადებითაც ის წარდგა ბორდის წინაშე. ალბათ არ მიეცა საშუალება. როგორ არ მიეცა ქალბა იცნობს იმას, აგ პრეზიდენტს ერთი წუთი დათო, პრეზიდენტს იცნობს, პარლამენტის თავმჯდომარეს იცნობს, პირდაპირ კავშირები აქვს, მედია საშუალებებთანაა ჩართული, ერთი წუთი დათო რა. დათო, აუ გემუდარები რა. დავასრულოთ. მას აქ ქონდა კავშირი, ამაზე ამ ქალმა იტრაბახა, გამიგეთ რაშია საქმე რა. და ადამიანი რომელიც იმ სიუჟეტში რომ განახეთ რომ იმას აქვია ქარცივაძე რომ არის გია რა იტრაბახა იმაზე რომ ეს ადამიანი არის ესე იგი ყველაზე საუკეთესო იურისტი რასაც იცნობს ის იურისტი კი არა იმას უნდა წერტვას ლიცენზია იურისტობის და ეკძალოს უნდა იურისტობა რა მეთანხმებით იმ განცხადებიდან გამომდინარე თუნდაც რაც ნახეთ კი გეიხარეთ მადლობა დიდი